ძიმე დღე არის დღეს ჩვენ მიუხედავად ყველა სირთულესა, რომელიც უკავშირდება ამ ტრაგედიას, ის პროცესი, რომელიც იყო დაწყებული რამოდენიმე ხნის წინ, გრძელდება და ერთობლივი კომისიის შედეგად ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ იმ 13 ოჯახის წევრებს შევსუბუქოთ ის ტკივილი, რომელიც გააჩნია და 13 ნეშტი არის გადმოსვენებული აფხაზეთიდან, სადაც 8 არის სამხედრო პირი და 5 არის სამოქალაქო. ზოგადად წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. მე მადლობა მინდა ყველა იმათ უთხრა, ვინც მონაწილეობდა ამ ბიჭების გაპატიესვნებაში, მათი წედრების დაბრუნების საქმეში, მშობლებისათვის, ჩვენთვის და ღმერთმა ქნას, რომ აი ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არ წიარ მომხდარებას. მშობლები, რომლებიც ელოდებიან თავიანთ შვილებს, და-ძმები, ოჯახი, მათთვის ძალიან დიდი საქმეა. იმიტომ რომ იცი აქვს საფლავი, მიესრულებათ და ეს ქართველი კაცისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს გამიახდა ისევ ის წლები 92-93 წლები, სადაც ჩვენი ძმები იღუპებოდნენ. აქ არის ვაჟკაცი ბიჭები, გმირი ბიჭები. ეს ალექსანდრე გიორბელიძე 23 ბრიგადის 1 ბატალიონის დაზვერის უფროსი იყო. 5 იანვარს დაიღუპა ვაჟკაცურად წინახაზე ბრძოლებში. არის როინ შამოგია 2 ბატალიონის ისიც დაზვერვაში იყო 2 ბატალიონში. ისიც გამოსვლის დროს 26 სექტემბერს ჩარჩენილი ბიჭების გამოსაყვანად, ქუთაისელი ბიჭების გამოსაყვანად შევიდა და მოხდა იქ ჩასაფრებაში და იქ ბრძოლაში დაიღუპა და აქ უამრავი ყველა გმირები არიან.